ჩის კომისარი თენგიზ კიკოძე. მოგესალმებით, ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა იწყებს პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის სპორტის სასახლიდან, სადღაც მიმდინარეობს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-9 ტურის შეხვედრები. ეს არის მე-9 ტურის რიგით მეოთხე მატჩი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ორი უპირობო აუთსაიდერი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ერთგვარი სტუდენტური დერბი და მატჩი პირველი გამარჯვებისთვის, ალბათ რაღაც საოცარ და მაღალ ტემპიან შეხვედრას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ უნდა ველოდოთ დაძაბულ შეხვედრას, რადგან ორივე გუნდი, როგორც უკვე გითხარით, იბრძვის პირველი გამარჯვებისთვის. უკვე გაიმართა ამ ტურში, როგორც გითხარით, სამი შეხვედრა. დინამოსა და არმიის მატჩის ანგარიშს არ გეტყვით, რადგან ამ მატჩს ვისაც გაინტერესებთ 8 საათზე იხილავთ განმეორებით აფხაზეთის ხმის ეთერში. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრებს, გუშინ ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. რუსთავში ადგილობრივმა გუნდმა პირველი მატჩი წააგო. დამარცხდა ოლიფთან 76-65. ბოუის ჰქონდა 26 ქულა, იყო იგი მატჩის ბომბარდირი ამ მაჩვენებლით. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მეორე ძალიან დაძაბული, რა ვიცი, ყველაფრით აღსავსე მატჩი იყო. გაწევ-გამოწევებით არ აკლდა ამ მატჩს, გულშემატკივრების ამაზე კომაგოვაც არ აკლდა ამ შეხვედრას ქუთაისში, სადაც ჩავიდა შესაძ აკადემია და 17 ქულით გაიმარჯვა 87-70. კირკარჩიბექს 26 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა, შესაბამისად ორმაგი დუბლი, ხოლო ბოკოლიშვილს 19 ქულა და 5 მოხსნა. რაც შეეხება ქუთაისის კალათბურთელებს, კვიმსაძეს ჰქონდა 18 ქულა და 3 მოხსნა, მათიაშვილს ჰქონდა 16 ქულა და 7 მოხსნა. აქვე გეტყვით, რომ თქვენთვის რეპორტაჟს გიორგი გულბანი და ირაკლი აბაშიძე გაუძღვებით და გიორგი ახლა გვეტყვის გუნდების შემადგენლობებს. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია გაგაცნოთ მხოლოდ ის შემადგენლობა, რომელიც მთავრობისმცოდნეობა განაცხადში მოიაზრეს და დააყენეს 12 ადამიანი, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაში სავარაუდოდ მიიღებენ მონაწილეობას. დავიწყოთ სამედიცინო უნივერსიტეტის შემადგენლობით. მთავრობისმცოდნეა კახა შენგელია მოგეხსენებათ, ნომერი 4 ბექა ჯიქია, 7 დავით არწივიძე, 10 ილია შიულაშვილი, 11 რომან ლუკვაძე, 12 ირაკლი გაბისონია, 13 ლევან რევაზაშვილი, 14 ბიძინა კევლიშვილი, 15 გიორგი გაფრინდაშვილი, 20 ზურა მაისურაძე, 21 გიორგი ფერიაშვილი, 23 გიორგი რევაზაშვილი, 24 დავით კორძაძე, 33 ბექა ჭიჭვეიშვილი და 41 ლევან ელიაძე. რაც შეეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის განაცხადს, ნომერი 4 ტატო ჩაჩიბაია, 5 ვატო თევზაძე, 7 გიგა კვეტენაძე, 8 ზურა კორკოტაძე, 9 ლუკა მინაშვილი, 10 ზურა მაჩალაძე, 11 გიორგი პირველაშვილი, 12 ლევან სულაბერიძე, 13 დიმა დვალიშვილი, 15 სოსო შერმანდინი, 20 გიორგი კუჭავა, 22 ირაკლი ძიძიგური, 23 ვაჟა ჯანაშია და ნომერი 24 ბექა ქორიძე. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთელთა გუნდს ხელმძღვანელობს გამოცდილი ზურაბ ტომარაძე. და დაიწყო კიდე შეხვედრა და პირველი ბურთი ესტევ მოიგო, ძიძიგურია შეტევაში, გადაასწრა ჩაჩიბაიას, რომელიც დამცავი იღაბით ითამაშებს დღეს, პირველაშვილი და ჩაჩიბაია ახორციელებს შეხვედრაში პირველ ყორცნას სამკულიანი დისტანციიდან, თუმცა არაზუსტად და უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის კალათბურთელები იწყებენ შეტევას. გაფრინდაშვილმა გაუკეთა გადაცემა თანაგუნდოს გიორგი რევაზაშვილს, რომელმაც ვერ მოახერხა ბურთის ხალათში ჩაგდება. ხუთეულებზე თქვათ მე მგონი გიორგი გაფრინდაშვილი, ლევან რევაზაშვილი, გიორგი ფერიაშვილი, გიორგი რევაზაშვილი და 33 ნომრით ბექა ჭიჭვეიშვილი. რაც შეეხება ესტეუს, ხუთეულს, პირველაშვილი, ძიძიგური, კორკოტაძე, ჩაჩიბაია და ლუკა მინაშვილი. ფერიაშვილმა ითამაშა აქ ძალიან კარგად. ოჩახ ფერიაშვილს ჩააგდო პირველი ბურთი დღევანდელ შეხვედრაში. ძალიან კარგი კადრი სამედიცინო უნივერსიტეტის სათადეგვოთა სკამია. ძიძიგური თამაშობს ამასობაში. და უნდა ვთქვათ, რომ ამ ორივე გუნდს ჯერჯერობით სატურნოცხვრში მოგება არ აქვს, ასე რომ იმდენ რეგულარულ პირველობაზე დღეს რომელიღაც მათგანი პირველ გამარჯვებას იზეიმებს. ასე რომ პირველი გამარჯვებისთვის გონით ის ბრძოლა და
გიორგი ყოველ რევაზაშვილი. შემთხვევაში აუტსაიდერი, აშკარა აუტსაიდერი და ბოლო ადგილოსანი ნამდვილად არც ერთ გუნდს არ სურს რომ იყოს, ასე რომ მე მჯერა რომ დღეს ორივე გუნდი მაქსიმალურად დაიხარჯება და შეიძლება რომ პირველი გამარჯვება სწორედ დღეს იზეიმოს და აი წინ გავიდა ზურა გორგოდაძე. ზურა გორგოდაძის სამქულიანი წინ არ გასულა, რევაზაშვილმა ჩააგდო. მანამდე ორი ქულა შემეშალა დიახ. არა უშავს. მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა გორგოდაძემ. ფერიაშვილი. ჩააგდო ოჩახ ფერიაშვილს. ფერიაშვილი. 6-3. ფერიაშვილს აქვს 4 ქულა უკვე. ჩაჩიბაია. ჩააგდებს რა თქმა უნდა. ძალიან ცუდად თამაშობს დაცვაში. საინტერესოა 13 ასეთი მიღების შიგნით როგორ ხედავს საერთოდ რამეს? ისრის სამკულეს თუმცა ალბათ თავი რომ გზნობს ის კარგად გულცაც და ფარსაც და ზოგადად მოიდანს. თიზიგური. აი ხა შეიძლება უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი რომ გავიდეს წინ და გავიდა მესამე სამქულიანი ZZ ყოჩახ ესტეოს კალათბურთელებს ზურა გორგოდაძე. ვიცით რომ კალათბურთელმა ძალიან კარგად იცის სამქულიანების სროლა, მშვენიერი მაჯა აქვს მას და არაერთხელ დამტკიცებია ეს. გაფრინდაშვილი შევიდა, ჩემი აზრით საუკეთესო მოთამაშე სამედიცინო უნივერსიტეტის რიგებში. პირადი აზრია ეს ჩემი აზრით. რიგებში ზოგადად გიორგი გაფრინდაშვილი ჩემი აზრით ითვლება ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიუხედავად იმისა რომ ახალ სეზონში არც ხალხ საუკეთესო თამაშს აჩვენებს და არც გუნდიც არ არის ისეთი რომ ხელი შეუწყოს. მე მგონი ჩვენ გვახსოვს მისი კარგი ასპარეზობა გასულ სეზონში სოხუმში და კიდევ უფრო კარგად მან თავი წარმოიჩინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში TSU-ში და ჩვენ გვახსოვს ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა მაშინ როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ფინალშიც კი ასპარეზობდა. აი გაფრინდაშვილმა ეს როლა ეხა ვერ ჩააგდო. რევაზაშვილმა ითამაშა კარგად ფერიაშვილი. უგაცრავ ჭიჭვეშვილმა ითამაშა პირველ ეპიზოდში კარგად და შემდეგ ზუსტად რევაზაშვილზე დაჯარიმდნენ. გიორგი რევაზაშვილზე, მოდი მე მგონი სახელების ჯობს რო ვთქვათ, როდესაც ორივე ძმა მოედანზე იქნება. შენ წარმოიდგინე ხუთივე თუ იქნება ერთად, რაოდენ საინტერესო იქნება მოგეხსენებათ. ხონ ხუთი რო თამაშობდოს ერთად, მე იმ რეპორტაჟის წაყვანის სურვილი ნაკლებად მექნებოდა, რადგან ძალიან რთულია ცოტა ეხლა ყველა კალათბურთელზე. თუმცა თეორიულად არის ამის შანსი, რომ ერთ-ერთ გუნდში, როდესმე გამოჩნდნენ კიდეც ხუთივე ძმა, მოგეხსენებათ ეს ბატონი ჯამრეთ ხუხაშვილის მიერ აღმოჩენილი ოჯახია, სადაც ხუთი ძმა თამაშობს. კალათბურთს, გიორგი და ლევანი, რომელიც ამ შემთხვევაში სამედიცინოში ირიცხებიან, გაცლებთ ასაკით, უკვე დიდები არიან და შეუძლეთ მათ იასპარეზონ. ასევე მაიზერ რევაზაშვილიც არის. მაიზერი ახალგაზრდებში ახალგაზრდებში. და ასევე კიდევ ორი პატარა ძმა, რომელიც ჯერჯერობით თამაშობს ბავშვთა ლიგას, თუმცა რომლებიც თამაშობენ პატარა ასაკობრივ ჩემპიონატებს, თუმცა კიდევ ამბობ, რამდენიმე წელიწადში თეორიულად შესაძლებელია ისიც, რომ აი ხუთმა ძმამ ითამაშოს ერთ გუნდშიაც, ალბათ მართლა საინტერესო და კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო გიორგი ბოდიში გადაგვეტინებ ძიზიგურმა. ამჯერად უკვე და 12-7 5 ქულით წინ გავიდა უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. წინ გავიდა ტექნიკური უნივერსიტეტი და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის მთავარმომცემლმა კახა შენგელიამ აიღო წუთშესვენება და რა თქმა უნდა ის ვიღობს რომ საკუთარ კალათბურთელებს მაქსიმალურად მოტივირება შეცდომებისკენ მიუთითოს, რომლებიც მათ დაუშვეს აი ბოლო რამდენიმე წამის წუთის განმავლობაში. ფოტოშოს კარგად დაიწყეს შეხვედრა, თუმცა შემდეგ გაუშვეს სადავოები ხელიდან სამედიცინო სტუდენტებმა და უკვე ეს ტეუიგებს თამაშს. რაც შეეხება კახა შენგელიას, მოგეხსენებათ ის კარიერის ბოლო წლებში სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში გამოდია, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტი გაცილებით უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა იმ წლებში და შენგელიაც არ იყო საუკეთესო ფორმაში, თუმცა გვახსოვს რომ მაინც იმ გუნდის ერთ-ერთ ნათელ და ესეც საინტერესო მოთამაშედ ითვლებოდა და აქვე დავძენ იმასაც რომ იმ პერიოდის თავარი მწვრთნელი ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო ნუგზარ ჭეიშვილი. რაც შეეხება კახა შენგელიის მწვრთნელობის პერიოდს, უკვე ეს გარბენი იყო რა თქმა უნდა. რაც შეეხება მის მწვრთნელობის პერიოდს, სხვადასხვა წინა ტურის შემდეგ მან განაცხადა რომ თუ მისი გუნდი კრიზისიდან არ გამოვა, იგი დატოვებს პოსტს. საინტერესო განცხადებაა და მეთანხმები გიორგი ალბათ უნდა
ითამაშო ცოტა უკეთესად სამედიცინოს კალათბურთელი, მაგრამ აი ესეთი დაცვით პირდაპირ ვიტყვი შორს ვერ წავლენ ნამდვილად, იმიტომ რომ მე როდესაც მეტოქის გამთამაშებას აი ესე თავისუფლად შეატარებს შენს სამწამიანში და არანაირი წინააღმდეგობას არ გაუწევს, ყველა ჩაგიგდებს ბურთს. გადავიდა გაფრინდაშვილი. მორიგი ორქულიანი გაუშვა. სპორტის სასახლიდან გავიდა საერთოდ მე მგონი ისე შორს გავიდა ბურთით. პირველი ორქულიანი ჩააგდო ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, ამასობაში ირაკლი ძიგური იყო ამ ორქულიანის ავტორი. და ანგარიში აღურებას შევახსენებ, სამქულიანები აქვს მხოლოდ ჩაგდებული. შესთამაში ვარ შევიყვანოთ მაინც. 4 სამქულიანი და 1 ორქულიანი იყო. 5 სამქულიანი უკვე ჩაჩიბაია. ვართაც გოლსებს ამ თავისი. ჩაჩიბაია 3 ქულა. რეზულტატობით დღეს მით უმეტეს, როცა მას თვალებზე ესეთ დიდი დამცავი ნიღაბი აქვს აფარებული, საიდანაც ალბათ ადამიანს ჩვეულებრივი სიარული შეიძლება გაუჭიდეს არამთუ ბურთის კალათში ზუსტად ხოსნა. თქვა ცოტა უცნაური შედარებაა, მაგრამ როდესაც კობი ბრაიანტმა ცხვირი დაიზიანა, შემდეგ იგი თამაშობდა დამცავი ნიღაბით და თქვა, რომ ძალიან კომფორტულად გრძნობდა ნიღაბში თავს. ეხლა მე ვერ ვიტყვი, რომ რატომ გრძნობენ კალათბურთელები ეხლა ამ ნიღბით კომფორტულად თავს, მაგრამ ფაქტია, აგერ ჩაჩიბაია ძალიან კარგად თამაშობს. ჯარიმა იყო. ისე კარგად თამაშობს, შეიძლება, როდესაც მოურჩევა მას, არ ვიცი, ხა რასახის დაზიანება აქვს მას. ხო, ისევ დაიტოვოს. ისევ დაიტოვოს. აუაქ საოცარი ბურთი ჩააგდო. რატო საინტერესო იყო? საოცრება მოხდა, კახა შეგელიასაც გაუკვირდა, გაოცდა უბრალოდ. ჭიჭუეშვილი წაქცეულობა ჩააგდო, ბურთი ფეხზე მდგარი უჭირდა. სტანდარტულად უჭირთ ხოლმე. ბურთის ჩაგდება და ესე ჩააგდეს. აი, უკვე გამოცოცხლა მე მგონი შედარებით. სამედიცინო ორქულიანი ზუსტად ყოსნა გიორგი რევაზაშვილმა და ანგარიში გახდა 11-17 ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის სასარგებლოდ და მოდი დავასრულებ მაშინ შენგელიას და სამედიცინოს თემას ამ შემთხვევაში, იმით რომ ბოლო მარცხი სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა განიცადა გასულ სამშაბათს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან თესეუსთან შეხვედრაში, მაშინ ძალიან დიდი სხვაობით წააგო სამედიცინო უნივერსიტეტმა ანგარიშით 84-53 დასრულდა ეს შეხვედრა და აი სწორედ ამ შეხვედრის მატჩის შემდეგ განაცხადა კახა შენგელიამ, რომ ისი გუნდი პრაქტიკულად ვერ ასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც ის თამაშის წინ გეგმავს და არა აქვს აზრი მისთვის ამ გუნდში მუშაობას, თუ ასე გაგრძელდა ის აუცილებლად დატოვებს ალბათ პირველი წრის შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტს, თუმცა მოდი ვისურვოთ, რომ ამოსწორდეს. ასე არ მოხდება. და ზოგადად არწივიძე და მაისურაძე შემოვიდნენ ამასობაში კაფრინდაშვილის და ჭიჭეიშვილის ნაცვლად. ჩაჩიბაიამ გაუშვა ჩააგდო. 19-11 ანგარიში. არწივიძე ბურთით. ფერიაშვილმა ესროლა. გიორგი რევაზაშვილმა მოხსნა ბურთი დაჯარიმდნენ მასზე ესტეუს კალათბურთელები. დავით არწივიძე ალბათ კალათბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ, ძირითადად ის რუსთავის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ძირითადად უწევდა მას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მოთამაშის სტატუსის მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ხშირად მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსთავს გაუჭირდა, ის ძირითადად ხშირად გვევლნებოდა და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ მას მოუწია რუსთავის გუნდის დატოვება და წელს ირიცხება უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის შემადგენლობაში. ანგარიშია 13-19. ძალიან კარგად გამოიყურება კორკოტაძე თავდაპირველ შეხვედრაში. თუმცა ამასობაში მორიგი ორქულიანი ჩააგდო ესტეუმ და 21-13 გახდა ესტეუს სასარგებლოდ. 8 ქულა აქვს ჩაჩიბაიას და კორკოტაძეს, 5 ქულა აქვს ძიძიგურს. რაც შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში, ყველაზე შედეგიანი არის გიორგი რევაზაშვილი 7 ქულით. 4 ქულა აქვს გიორგი ფერიაშვილს, 2 ქულა აქვს ჭიჭუეიშვილს. გიორგი კვეტენაძე შემოვა. ამ შეხვედრის ალბათ კულმინაცია იქნება უფრო ბოლო პერიოდი, ყოველ შემთხვევაში მესამე-მეოთხე პერიოდი გულისხმობ, რადგან ბოლოსკენ გადაწყდება უკვე თამაშის ბედი და მე მინდა ისიც გავიხსენო, რომ ესტეუ ასევე წარმატებით თამაშობდა პირველ 2-4-ს სოხუმთან. თუ გახსოვს ეგ შეხვედრა, 2 ტურის წინ იყო დაახლოებით და იგებდა კიდეც ამ თამაშს საკმაოდ დიდი უპირატესობით
თუმცა შემდეგ მოხდა ისე, რომ განსაკუთრებით ფაიზის კარგმა თამაშმა და ზოგადად სოხუმამ შეძლო ბოლოს მობილიზება და 86-75 დასრულდა ის შეხვედრა მეშვიდე ტურის მასში. გულისხმობ ასე რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის, ნუ სხვაობა 9 ქულას აღწევს, თუმცა კიდევ ამბობ ალბათ შეხვედრის ბედი მაინც გადაწყდება ბოლო ტაიმში. ეს ბურთი ჩაითვლება. ეს ბურთი რა თქმა უნდა ჩაითვლება. ნუ მოდი ისიც ვთქვა გიორგი ხა რომ ნამდვილად არ არის სოხუმი ისეთ სულ მდგომარეობაში როგორც არის სამედიცინო, ხო, ესეც სათქმელია. დიდი პატივისცემის და მიუხედავად ჩვენი ამ გუნდისადმი ძალიან სულ მდგომარეობაშია და ძალიან სულ კალათბურთს თამაშობს. ყველა გუნდთან შედარებით ზოგადად ესწევდა სამედიცინო. ამიტომ ცოტა მე მგონი სჯობს რომ ყურადღებით მოეკიდონ მე მგონი საქმეს და დაიხარჯონ ბოლომდე. დარწმუნებული ვარ რომ ყველას უნდა ეს, მაგრამ რაღაცა აკლია ყოველთვის სამედიცინოს და იმას ვიტოვებ მე რომ კახაშენგელია შეძლებს სავის კალათბურთელების მოტივირებას იმ დონემდე რომ ამ გუნდმა ითამაშოს ნორმალური კალათბურთი. ისე მგონი კახაშენგელია ამ ასაკშიც დაეხმაროს თავის გუნდს და მოთამაშეებს თulis ძალიან მაგარი ბლოკშოტი გააკეთა ეხა დიმა დვალიშვილმა. მე მგონი საინტერესო მოსაზრება. კი, ხოლო დაეხმაროს მე მგონი ძალიან ბევრზე უკეთესად თამაშობს საერთოდ სამედიცინო უნივერსიტეტს. ბოლო ადგილსაც შეიძლება დააღწიოთ თავი. ხო, ნუ საერთოდ თორნიკეს თუ ჩამოიყვანს ბრუკლინიდან ცოტა ხანი და ათამაშებ ჩემპიონიც გახდება დარწმუნებული ვარ. არა, მე მგონი ისეთი კარგი იდეა მივაწოდე. კახაშენგელი. შეუძლია იფიქროს ვარ ვითარების გამოსასწორად სხვა გამოსავალი თუ არ არის თავის გულს. ნუ რა თქმა უნდა ეს ხუმრობით გადავერთოთ და დაუბრუნდეთ. ისეთი მატჩია ხუმრობის საშუალებასაც გვაძლევენ კალათბურთელები, ამიტომ. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს რომ დიდი ბრძოლა გაჩაღდება პარკეტზე და ორივე გუნდი მართლაც ბოლომდე დაიხარჯება იმისათვის რომ პირველი გამარჯვება ჩაიწეროს საკუთარ აქტივში მიმდინარე რეგულარულ. ჩემთვის პირადად ჯერჯერობით მატჩის ჰაილაითი იყო ის დვალიშვილის მშვენიერი ბლოკშოტი, რომელიღაც კალათბურთელს მე მგონი თამაშის გაგრძელების სრული დააგარგვინა, ისე დააფარა. ეუზაძე შედის კარგად, თუმცა ჯარიმა დაცვაში თუ შეტევაში. გარბენი დაფიქსირდა. გარბენი დაფიქსირდა ეუზაძეზე და მე მგონი ყველაფრის დაფიქსირება შეიძლება და ამ მომენტში ყველანაირი წესების დარღვევის, რადგან ძალიან ბევრი რამე მოხდა ამ მატჩის პატარა ეპიზოდში. არძევიძე გორგოტადაც დაისვენებს, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება 10 ქულით თავის გუნდის ბომბარდირია, ორივე გუნდის ბომბარდირი. ასე ვიტყვი. აი სურაძე, აიწია, ვერ ჩააგდო. და ესტეუ მორიგ შეტევას ახორციელებს. ლაუთეუზაძეა ბურთით. ჯანშია შევიდა პარკვეში. ორცნა თუმცა არაზუსტად. ორჯერ ორცნას არაზუსტად უკვე. სამედიცინოს გუნდია კონტრიერისზე. ასევე არაზუსტად დასრულდა კახაშენგელიას კალათბურთელთა იერიში. ყოჩახ ფერიაშვილს კარგი ბლოკშოტი, მაგრამ მარტო ბლოკშოტით დაცვაში არ თამაშობენ. მე მგონი სამედიცინოს კალათბურთელთა გასაგონად უნდა ვთქვათ, რადგან ძალიან სულად თამაშეს. ევაზაშვილმა ტყორცნა არაზუსტად კვლავ დვალიშვილი ბურთით შეიჭრა პარკვეში და ჯარიმზე. თუმცა მანამდე ჯარიმა იყო და არცივიძე და ჯარიმდა. ესტეუ მოიპოვა საჯარიმო ტყორცნების პერსონალური შენიშვნა ირაკლი გაბისონიას. გაბისონია და ჯარიმდა. არა პასაკეთებდა და ამიტომ არ ხუთი უკაცრავად ხუთი ესტეუს საჯარიმო ესტეუს აქვს შემეშალა და ამიტომაც შავთვალე რომ პერსონალურს ისვრიდა ამ შემთხვევაში. არა უშავ გიორგი შესაძლოა ყველას მოგდის და არ არის ამაში არაფერი. საგანგაშო ასე ვთქვათ, არწივიძე გაბისონია სამქულიანი ჩააგდო როგორც იქნა სამედიცინოს კალათბურთელებმა მოახერხეს და ჩააგდეს ბურთი თევზაძემ კინაღამ ცენტრიდან ჩაუგდო ეხა ეს გააკეთა სამედიცინოს. თუმცა ახან ასეთი პერიმეტრიდან არ დააგლეს საერთოდ და არც ზოგადად მატჩ თამაშიდან და ცენტრიდან აღდააგდათ. რა თქმა უნდა და შედეგად მივიღეთ ის რომ პირველი მეოთხედის შედეგად ანგარიშია 30-20 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ამარცხებს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს. ერთგვარი სტუდენტური დერბია
დღეს და მოდი ვთქვათ ისიც რომ ბოლო ეპიზოდს გავამახვილებ ყურადღებას. ვატო თევზაძე ცდილობდა შორ დისტანციიდან ბოლო წამების მომენტი გამოიყენებია მაქსიმალურად და მოიშორა ბურთი ისროლა ფარისკენ, თუმცა არაზუსტად რაც ვერ მოახერხა ვატო თევზაძემ და რაც პრინციპში ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე კალათბურთში გამოსდით მოთამაშეებს. სწორედ ესეთი ფაქტი იყო ზაზაფაჩულიას ორლანდო მეჯიკთან დიახ, როდესაც შეხვედრა ატლანტამ 86-80 მოიგო საკუთარ კილებში და სწორედ ზაზაფაჩულია იყო ერთ-ერთი ესეთი სამხულიანის ავტორი ბოლო წამებზე სწორსნა ძალიან შევიდა საკუთარი საჯარი მუდან თითქმის ასეთი შედევრი გამოაცხო პატარა ჩაიწერა ზოგადად თავის აქტივში. მოდი ვთქვათ მაშინ კიდევ ერთხელ იმ ტელემაყურებლებისთვის, ვინც გვიან შემოგვიერთდნენ თუ როგორ დასრულდა მე-9 ტურის სხვა შეხვედრები, დღეს გაიმართა ერთი მატჩი სპორტის სასახლეში და ამ მატჩის ასე ვთქვათ ანგარის ვეთქვით მაყურებელს არ ვეთქვით უბრალოდ რადგან განმეორებით იქნება 8 საათზე ჩვენს ეთერში და ვისაც აინტერესებს ნახავს. კარგით, მაშინ დავტოვოთ საიდუმლოდ, თუმცა მოდი ვთქვათ მაშინ იმ ორი შეხვედრის ანგარიში, რომელიც გუშინ გაიმართა მე-9 ტური დაიწყო ქუთაისსა და რუსთავში. ქუთაისმა საკუთარ კედლებში წააგო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან 17 გოლიანი სხვაობით ანგარიში 87-70, ხოლო რუსთავმა ასევე საკუთარ კედლებში დათმო ოლიმპთან 11 გოლიანი ჩამორჩენით 76-65 მოიგო ოლიმპმა. რაც შეეხება მე-9 ტურის დარჩენილ კიდევ ერთ შეხვედრას, დღეს ამ თამაშის შემდეგ სპორტის სასახლე უკვე დაეთმობათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის კალათბურთელთა გუნდებს და მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება ესეც, ასე რომ ვისაც უყვარს კალათბურთი, ნამდვილად ღირს ამ მატჩზე თვალყურის დევნება. განახლდა მეორე მეოთხედი და განახლდა კვლავ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის მორიგი შეტევით. განახლებენ, როგორც გიორგი მითხრა, ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთელების შეტევას. თვალიშვილი, ძიძიგური, კვეტენაძე, ყოჩაღი გაკვეტენაძეს დაატენა ბურთი თავზე სამედიცინო უნივერსიტეტს. ყოჩაღი გაკვეტენაძეს ძალიან მაგარი მომენტი, ერთი ხელი ზემოდან. და მსგავსი მომენტი გიაკვეტინაძემ სწორედ მახსენდება სოხუმთან თამაშიც, ძალიან კარგად შეასრულა და თუ ვთქვი პირველი ქულები შეძინა მაშინ თავის გუნდს. ნახოთ როგორ გამვითარდება დღევანდელ შეხვედრაში. აი განმეორებით. აი ნახოთ გამეორებით ეს მომენტი ძალიან ლამაზად ეფექტურად ჩატენა STU-ს მე-7 ნომერმა. ნახოთ როგორ გამვითარდება დღევანდელ შეხვედრაში. ვითარება და სიტუაცია, თუმცა აი ბურთი დარჩა მანამდე ფარზე. ჩაგდებას ვერ ეხერხებენ თორემ გავს. ხო, ფარზე ტოვებ ხოლმე ბურთს. ეს არ უჭირთ. ნახოთ ჯერჯერობით იგებს STU. ამდენად შეინარჩუნებს ამ უპირატესობას. ყველა ერთად ვიხილავთ. დარჩენილ 3 მეოთხედის განმავლობაში ამასობაში კი შეამცირა სამედიცინო უნივერსიტეტმა სხვაობა და ანგარიში ხდება 21-32. კიდევ ერთი საჯარიმო უნდა ისროლოს გიორგი რევაშვილმა და ისიც ზუსტია 10 ქულამდე დაიყვანა სხვაობა უკვე სამედიცინო. 22-32. ძიძიგური, კუჭავა, ჯანაშია, კлау ძიძიგური, კვეტენაძე, სამკულიანიდან. ამჯერად არაზუსტად, თუმცა კлау STU-ს დარჩა ბურთი, კუჭავა, ძიძიგური პერიმეტრზე ათამაშებენ. STU-ს კალათბურთელები ბურთს. თვალიშვილი, ჯანაშია და მარტივი ორი ქულა. დაცვაში ჯანაშია ყველაფერს ატარებენ ეს სამედიცინო კალათბურთელები. ფერიაშვილი, გაფრინდაშვილი, ეს როლა ვერ ჩააგდო, ისევ გაფრინდაშვილი ბურთით. რევაზაშვილი. ძალიან ყურადღებოდ ითამაშა ეხა, იმიტომ რომ მეთოქე ედგა წინ და ესეთი პასი 10-დან მე მგონი 8 არ გავა. აშკარად ეთყობა გიორგი გაფრინდაშვილს რომ არ არის ჩვეულ ფორმაში. ჩვეულ ფორმაშიც არ არის და თან мотиваციაც აკლია თითქოს რაღაც. ისე მოდი ცოტა ჟარგონით უჯიგროდ თამაშობს, ასე ვთქვათ, მე მგონი რა. სტიმული არ აქვს რაღაც ესე სტაბილიზება სწორედ გიორგი გაფრინდაშვილის თამაში.
ხო და თან მე მგონი კალათბურთელი წარყავს ისეთი რომელმაც და უბას შეიძლება გვერია ხო ხარია უბას და რაღაც კარგი სწორედ ამის გამო კალათბურთი შეიძლება ითამაშოს. თulis რომ აზრი რაღაც ეკარგება სტიმული და ხალისი თამაში არის მე აპატიოს მოთამაშეებმა რა თქმა უნდა ყველა ვინც ამჟამად ირიცხება სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში თუმცა პრაქტიკულად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ გუნდის ერთ ერთი წევრის გამოსვლა მიმდინარე პირობაზე მე მგონი დამეთანხმება ყველა ალბათ ხო ნუ ეხლა თუ არ დაგეთანხმებიან ელემენტარულად ხილს შეხედონ და თამაშს უბრალოდ და ყველა მიხვდება რატომაც ვამბობთ ჩვენ ამას ეხლა STU-ს ნამდვილად არ წყვიტავს წიდან ვარსკვლავებს და რაღაც კალათბურთს საოცარ კალათბურთს არ თამაშობს საოცარს კი არა ძლივს თამაშობს მე მგონი და ქულებს და აქ საოცარი ჯარიმა მოტეხა ხელი გინაღა რევაზაშვილი იყო თუ არ ვწდები ეს მაგრამ მანამდე გარბენი გააკეთეს STU-ს კალათბურთელებმა საუბრობდი მე STU-ზე არც STU თამაშობს რაღაც საოცარ კალათბურთს ან ნორმალურ კალათბურთს მოდი ასე ვიტყვი თამაშობს ორივე გუნდი ძალიან ცუდ კალათბურთს მაგრამ ორი ცუდიდან მე პირადად გამოვარჩევდი მაინც STU-ს კალათბურთს იმიტომ რომ რაღაც მომენტებში გამომწყინებები მაინც აქვს რასაც ვერ ვიტყვი სამედიცინოზე მაგრამ ველით სამედიცინოსგანაც აი ამ გამომწყინებას რომ იქნებ რაღაცა მოახერხონ და მოიგონ ყოველ შემთხვევაში დღეს აქვს იმის კარგი შანსი იმიტომ რომ ხდებიან პრაქტიკულად სკაუსი სტატისტიკური მომაცემების მქონე გუნდს ანუ 7 ტურის შემდეგ არც ერთ გუნდს არა გამარჯვება ორივეს 7-ვე წაგება აქვს და ბურთების შეფარდებაც პრაქტიკულად კატასტროფული აქვს ორივე გუნდს -1100 აქვს ერთსაც და მეორესაც ასე რომ პრინციპში თუ ამ შეხვედრაში ხიმილის მოუგრელია დამეთანხმები ეხლა ეს -1100 არ ვიცი ასე რომ დღევანდელ შეხვედრაშიც თუ უსახურად ითამაშა სამედიცინო ეს პრაქტიკულად მართლაც პერსონალური ილიაში ელაში კატასტროფა იქნება ამ გუნდისთვის ერთია ის რომ აგებდე შეხვედრებს და მეორე ის რომ თამაშობდა ძალიან უსუსურად შეიძლება ითამაშო მოწინავე ვთქვათ 6 გუნდთან რომელიც ასე თუ ისე მაინც ითვლება მიმდინარე პირობების გამორჩეულ და ფავორიტ გუნდად თუმცა დარჩენილი 5 გუნდი რომელიც აუთსაიდერთა რიცხვში მოიაზრება აი მათთან შეხვედრებშიც კი სამედიცინო ძალიან სუსტად გამოიყურება ასევე სუსტად თამაშობს ეს გუნდი დღევანდელ მატჩსაც მაყურებელს არ ეგონოს ახლა რომ ჩვენ რაღაც სამედიცინოზე მოდი ეს უხეშად ვიტყვი და ალერგია გვაქვს მაგრამ არ არის ესე ნამდვილად ჩვენ ვსაუბრობთ იმას რაც არის ნამდვილად და ახლა STU-ზეც ვიტყვით რომ STU ძალიან საშინაო კალათბურთს თამაშობს პირდაპირ ვიტყვი არ მომერიდება ამის თქმა ორივე გუნდი თამაშობს ძალიან ცუდ კალათბურთს ნუ ახლა 7 თამაში და 7 წაგება აქვს ორივეს ხო ეს ყველაფერზე მეტყველებს უკვე და თან შენ სიტყვას გავაგრძელებ შეიძლება თამაში წააგო და ითამაშო კარგად მაგრამ მე არ მახსოვს პირადად არც ერთი თამაში როდესაც STU-მან STU-მ კიდე შეიძლება მაგრამ აი სამედიცინომ დარწმუნებით ვიტყვი რომ არ მახსოვს თამაში რომელშიც ითამაშა კარგად ან ნორმალურად და ის თამაში წააგო კი ბატონო 100% გეთახმები სწორედ ეს ფაქტორია რომ STU-ს თამაშები მახსოვს ასე თუ ისე ბოლომდე ბრძოლა მახსოვს იგივე სოხუმთან ითამაშა რომ პირველი 2-4 მაინც და რაღაც გამომწყინებები იყო STU-სთანაც ბოლო წუთებამდე იბრძოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის კალათბურთელები თუმცა სამედიცინომ ყველა თამაში წააგო თითქმის აი ძალიან ადვილად თანებდა მეტოქეს ხო ნუ ყველა ვინც გამოვიდა ასე ვთქვა თითქმის 2/4-ში მოუგო თამაში უკვე თავიდანვე და ფორმალობა გახადა შემდეგი 2/4-დი ამიტომ ჩვენ ახლა რო გვტკივა და რო ასე ვთქვათ რა თქმა უნდა გვაინტერესებს იმიტომ ვამბობთ ამას და ძალიან კარგი იქნება და გამიხარდება და ვიცი შენს გაგიხარდება რომ თესეუმაც რა თქმაც არა მოუმატონ თამაშს და გაუწიონ წინააღმდეგობა ამა თუ იმ მეტოქეებს და უფრო საინტერესო გახდება რა თქმა უნდა ამის შემდეგ ჩვენ ჩემპიონატი. რა თქმა უნდა. მით უმეტეს გუნდში ისეთი გამოცდილი და კარგი მოთამაშეა როგორც გიორგი აფრინდაშვილი და პირადად ძალიან სიმპათიით ვარ ამ მოთამაშის მიმართ. განწყობილი გაქვს რომ მას შეუძლია გაცილებით მაღალ დონეზე თამაში, ასე რომ დავით არწივიძეც აღნიშნეთ, მოდი რომელსაც სამგულიანიდან შეუძლია სროლა მართალია ვერ გამოირჩევა ამ სეზონში. ნუ ზოგადად ახლა ვერ გამოირჩევა სამედიცინოდან ამ სეზონში, მაგრამ ჩვენ განვლილი კარიერიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. განახდება შეხვედრა ანგარიში აგვიქვამს. კარგი ხანია 36-28, 6 და 24 წამია დარჩენილი, წინ არის STU. სამედიცინოს შემოაქვს ბურთი. აი გიორგი აფრინდაშვილი იწყებს თავისი
გუნდის იერიშს გადავიდა მეტოქის ნახევარზე და რევაზაშვილმა ზუსტი ორქულიანით ანგარიში გახადა 30-36 6 ხულამდე შეცვიდა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის უპირატესობა სწორედ STU-ვა შეტევაში ამასობაში ზაზა მაჩალაძეს ვაჟი ზურა მაჩალაძე შემოვიდა ზაზა მაჩალაძე მოგესალმებით საერთაშორისო კატეგორიის არბიტრია და ერთ-ერთი გამოცდილი მსაჯია ეროვნულ ჩემპიონატში მისი ვაჟი კი თამაშობს სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში ახალგაზრდა პერსპექტივული მოთამაშე როგორც მას ახასიათებენ თუმცა ჯერ ბევრია რა თქმა უნდა იმისათვის რომ ზოგადად ამ მისივით თავის სფეროში ან კალბურში თქოს ხამაღალი სიტყვა და გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშე გიორგი პირველაშვილი ზურა მაჩალაძე შეტევაში თუმცა შიოლაშვილი დაჯარიმდა შიოლაშვილი მეორე პერსონაჟი. მაისურში ნომრის ზოლა დასრულდა შიოლაშვილის ჯარიმით და ზურა მაჩალაძის შანსით ისროლოს ორი ზუსტი ხორცნა. ერთი ჩააგდო ზურა მაჩალაძემ ახლა მეორეც დას როგორ განახორციელებს თელ თამაშია კახაშენგელია ფეხზე დგას ადის გასწორება ითხოვა ფერიაშვილმა ასრულა ეს მეორე არაზუსტია და გიორგი რევაზაშვილმა კარგად მოხსნა ბურთი საკუთარ ფარზე გაფრინდაშვილი მაისურაძე ჩააგდო როგორც იქნა აი ესე თუ ითამაშება ძალიან კარგი იქნება არგო მე მგონი სამეცნიეროს გუნდს ჩვენმა კრიტიკამ ასე რომ ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის ამართლებს რა თქვია კვეტენაძე ყოჩაღ გიგას ყოჩაღ კვეტენაძე სამკულიანი მოვათავსა მე მგონი დღესაც ასე ვთქვათ ყოჩაღ რევაზაშვილს დაძაბული შეხვედრა გველის მე მგონი ბოლოსკენ დღესაც მე და შენ ალბათ არ დაგვაუწყდება არასდროს ერთად რო წავიყვანეთ ოლიმპიადი დინამოს დაპირისპირება შვენიერი მატჩი ბოლო წუთებამდე გველის დრამატიზმის ელემენტები ამ მატჩში ბატონო და მედი არო ასეც იქნება. აფრინდაშვილი. გაცდა მაჩალაძეს პირველაშვილს ძიძიგურსაც გადააწვა მაისურაძეს მაისურაძემ ორკულიანად ყორცნა თუმცა არაზუსტად ძალიან სულ ითამაშა ოჩახ შიოლაშვილს ოჩახ ჩვენი ნადეს როლა ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ლაო შიოლაშვილი მაისურაძე აი ესე როგორ მოახერხე შიოლაშვილმა დაუნსნაური ტრაქტორით იქიდან არასპორტსმენის მოსრაობის და დუაით ჰოვარდს ეხმურებენ ხოლმე აგურს რო გადააგდებს ისე ესროლა საჯარიმოა და ეხა აგური კი არა არ ვიცი რა გადააგდო შიოლაშვილმა ჩაჩიბაია პირველი ასაცნაური იყო შედარების გაკეთებაც ხო შედარების გაკეთებაც მე მგონი გვიჭირს არ ვიცი აი სურაძე ეს გამეორებით თუ იქნება ეს საშუალება რომ ნახოთ ეს მომენტი მართლა მაინტერესებს რატო ესროლა ასე ცუდად საჯარიმო ვერ ჩააგდო მაისურაძე არა თან სულ მარტო იყო შიოლაშვილი და თავისუფლად შეეძლო ბურთის ჩაგდება მეორე საჯარიმო გამოიყენა სამაგირო ზურა მაისურაძემ ანგარიში 37-40-ია სამკულამდე დავიდა სხვაობა სამკულიანი უპირატესობა აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს აი ეს უკვე მომწონს რადგან თამაშმა დაიბრუნა ინტრიგა და გახდა რა თქმა უნდა გაცილებით საინტერესო ზურა მაჩალაძე ბურთით გაცდა ცდილობდა რომ გასწორდა და პირველაშვილი მარტო დატოვეს და სამკულიანი არ გამოვიდა თუმცა ვთქვათ ის რომ პირველაშვილი არის საკუთარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში ქულათა მაჩვენებლით გულისხმობ თუმცა გამოკვეთილი და ასეთი აღიარებული განსხვავებული მაჩვენებლები მას არ აქვს ასევე კარგად გამოდიან იგივე ჩაჩიბაია იგივე კვეტენაძე დიახ და ასევე ძიძიგურიც შიოლაშვილ ამჯერად სპორტულად და კარგად ესროლა მაგრამ სამწუხაროდ ამოუვარდა ბურთი ხო ის კვეტენაძეს სხვა შორის კვენეტაძე შეხანდახან მეც მერევა ხოლმე გვაპატიებს გიგა იმედია ჩაჩიბაია პირველაშვილი
მოძრაობის აკეთებას ცდილობდა, მაგრამ ამასობაში გარბენი გამოვიდა ისე ირნა ბურთით პირველაშვილმა. და მე ყოველთვის აღთვალებურა ამ კალბურთელის თამაშით, რადგან აღნაგობი თუ შევხედავთ ახლა კალბურთელის აღნაგობა ნამდვილად არ აქვს. მაგრამ მაჯა აქვს ძალიან კარგი. ნუ პრინციპში შეიძლება ისიც თქვას, რომ ნუ კალბურთი არ არის სპორტი, რომ მაინც და მაინც რაღაც გარკვეულ აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა თავადე კარგი მაჯა გქონდეს. კი ბატონო, და შეგეძლოს ფიზიკურად ალბათ გამძლეობის და ძალიან თამაშის. გაფრინდაშვილი ენდვანით ჩააგდო და შეუძლია რომ გაათანაბროს ანგარიში. გაფრინდაშვილს იური გაფრინდაშვილი შეუძლია ზუსტად გამოიყენოს საჯარი მოწყოსნა, იუდა კიდევ მისი გამოცდილების და კლასის მესამე პერსონალური გათვალისწინებით. თამაშია. ნახოთ. ორსნა არა ზუსტად. ვერ ჩააგდო. ის და სამწუხაროდ ვერ მოახერხა. ამ საჯარიმოს გამოყენება და ანგარიშის გათანაბრება სამედიცინო უნივერსიტეტმა 40-29-ია. ესტეუს ასარგებლო და ვერც ვეტენაძე იყო ზუსტი ამ შემთხვევაში. აფრინდაშვილი, ფერიაშვილი და წინ გავიდა სამედიცინო უნივერსიტეტი. აი ეს უკვე ძალიან საინტერესოა. ეს უკვე ანგარიშია მე. აი ეს უკვე რაღაცას მართლაც გაავს და მოდი ვთქვათ რომ ამ შემთხვევაში თუ ასე მაინც ითამაშებს სამედიცინო ჩვენს კრიტიკას ამდვილად უკან წავიღებთ და თვალს აღარ ამოვიღებთ. ნუ თავარია ითამაშონ და ნამდვილად ხმის ამომღები აღარა ვარ. ცუდის თქმელი. მაისურაძე, აბა ესეც ჩააგდოს მაისურაძემ, არა ვერ ჩააგდო. შიოლაშვილმა მოხსნა ბურთი, ფერიაშვილმა დაკარგა შემდეგ კვეტენაძე. გაფრინდაშვილი. ფერიაშვილი. რევაზაშვილი ბურთით უგაცრავად რევაზაშვილი რა თქმა უნდა ჩააგდო. უკვე სამქულას აღწევს სამედიცინოს უპირატესობა 43-40 ანგარიში და წუთ ნახევარზე ნაკლები რჩება მეორე-მეოთხე დის დასრულებამდე. ძიძიგური ბურთით. ჯარიმა იყო რა თქმა უნდა შილაშვილმა გადადგა მაჩალაძე. მე მგონი ამოვისუნთქა გახაშენგელიამ უკვე მისი გუნდის თამაშს რაღაცას დაემსგავსა. თუმცა ალბათ განსხვავებით მისგან მისი ვიზავი ზურაბ ტომანაძე გამოცდი მწვრთნელი. ძალიან ცუდ ფიქრებშია, მას ახსენდება ალბათ ის თამაშები, რომელშიც ესტეუ იგებდა და შემდეგ საბოლოო ჯამში წააგო და მას ძალიან არ უნდა რომ დღევანდელი შეხვედრას ასეთი სცენარი წარიმართოს. ალბათ პირველი ტაიმი უკვე ტიპის წუთზე 12 რჩება და დასრულდება მალე და ალბათ ზურაბ ტომანაძე სერიოზულად დაელაპარაკება მის კალბურთელებს. მეორე პერსონალური ფერიაშვილს. სამედიცინო 4 გუნდური ჯარიმა. და ორძაძე შემოვა თუ არ ვცდები. კი, ორძაძე შემოვიდა. მე მგონი ესტეუში თამაშობდა გორძაძე წინა სეზონში, თუ არ ვცდები. მაჩალაძე. ძალიან ძლიერად ის როლა. ხო. მეგონა რომ ძლიერად ფარს გადაეცილებს ესე ტრაექტორით გაუშვა ბურთი, თუმცა ფარს მოხდა, მაგრამ კარგად ჩამეთქვა თამაშის წინ. ჯანზე ამოსული მეორეც იგივე მეორე ნაირად. ცოტა ნაკლებად, თუმცა ძლიერად ის როლა და რა თქმა უნდა არაზუსტად. ხო, ნუ მოკლედ არ გვაწყენენ ორივე გუნდის კალათბურთელები და ძალიან კარგი და ხალისიანი შეხვედრა გამოგვდის. გაფრინდაშვილი, ნუ თქვათ ის რომ ბრძოლაც არის. ხო, ნუ ბრძოლაც არის, რა თქმა უნდა. პირველი გამარჯვებისთვის მიმდინარე ნუ ბრძოლაც პირველობაზე. ხო, ბრძოლაც რო არ იყოს, დამეთანხმები ალბათ რომ არ იქნებოდა ჩვენთვის ესეთი ხალისიანი და კარგი წასაყვანი ალბათ ეს მატჩი. აი, კულას მიაღწია სამედიცინოს უპირატესობა ანგარიში ახდა 45-40. 45-40 სამედიცინო წინ გავიდა. 19 ქულა აქვს უკვე გიორგი რევაზაშვილს, ყოჩახ და 14 ქულა აქვს ფერიაშვილს. კარგად ათამაშდა გიორგი რევაზაშვილი, ფერიაშვილმაც აუბა მხარი და შედეგიანობით ამ ორი კალბურთელის შედეგიანობით გაფრინდაშვილის კარგი თამაშით 45-40 ძალიან კარგი გამოდგა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდისთვის მეორე, მეოთხედი. გაფრინდაშვილი საკუთარი გუნდის მორიგიერის სიცხეებს გადააწვდა მაისურაძეს. კლაუ გაფრინდაშვილი კორძაძე ითხოვდა, თუმცა მაისურაძე მიიღო ბურთი. რევაზაშვილი არაზუსტი, თუმცა კლაუის იყო ბურთი და ძიძიგური დაჯარიმდა გიორგი რევაზაშვილთან ბრძოლაში. თავის მხრივ მესამე პერსონალური მიიღო ირაკლი ძიძიგურმა. ორი ქულის მოპოვების შანსი აქვს გიორგი რევაზაშვილს, საჯარიმოდან უნდა ტყორცნოს.
სამეცინოს 23 ნომერმა პირველი ზუსტი გამოდგა 46-ით 40 სამეცინოს გუნდის სასარგებლოდ. ამჯერადაც ზუსტად ისროლა გიორგი რევაზაშვილმა საკუთარ ანგარიშზე 21 ქულა 47-ით 40 სამეცინოს სასარგებლოდ. ჩაჩიბაია ბურთით და კორძაძე ჯარიმდება თუ არ ვხსები მასთან ბრძოლაში. 47-40 ბოლო შეტევა მატჩის პირველ ნახევარში. კიდის ალბათობით. და მოდი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი მსგავსი სცენარი სწორედ ნახე სოხუმთან შეხვედრაში, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტი უგებდა სოხუმს, თუმცა შემდეგ დათმო ეს უპირატესობა და ზუსტად აი ამ თამაშს მახსენებს დღევანდელი შეხვედრას, თუმცა მთელი მეორე ტაიმია წინ 4-2 10 წუთი, ასე რომ წინასწარ მაინც არ გავასწრებ მომლებს ამასობაში ტატო ჩაჩიბაია ამცირებს ერთი ქულით სხვაობას 47-41-ია 11-10 წამი 9 უკვე და ნელა უფრო ნაკლები რჩება პირველი ტაიმის დასრულებამდე გიორგი აფრინდაშვილი შეტევაში მაისურაძე და სამქულიანი თუ არ ვწდები ორი ქულა ორქულიანი 49-51 8 ქულა სხვაობა ყოჩახს სამედიცინოს დაბრუნდა მატჩი და მეტის 8 ქულიანი ჰანდიკაპი შეიძინა უკვე შესვენებამდე სულ ცოტახანი შევისვენა და დაბრუნდებით ჩვენს პირდაპირ ეთერში. ნამდვილად საინტერესო შეხვედრა გველის განსაკუთრებით მისი დასკვნითი ტაიმი, ასე რომ დაგველოდით.